ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მისმა მონიტორინგის სამსახურმა პირდაპირ პასემ ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნების შედეგებს ცნობს არ ანცნობს, განაცხადა, რომ საქართველოს არ არსებობს არავითარი დემოკრატიული პირობა თავისუფალი არჩევნების ჩატარებისათვის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება არის დიქტატურა, ქართული ოცნება არ არის დემოკრატიული ხელისუფლება და მის მიერ ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამება არავითარ საერთაშორისო სტანდარტს. მორჩა, ქოცებო, უკანონო არჩევნების შედეგად, მიტაცებული არჩევნების შედეგად ხართ ძალაუფლებაში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ეს დაადგინა და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა. პასემ გამოგისვათ წელი. კიდე რამე სიტყვით?